სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. დაებრივი იოანე ოქროპირი ახალ კვირისათვის თომა მოციქულის ხსენების დღეს. როცა მხსნელი თავის მოსწავლეებთან შევიდა, მაშინ როცა კარები დაკეტილი იყო და კვლავ შევიდა, როგორც შევიდა, მხოლოდ თომა მოციქული აკლდა. მაგრამ ესეც ღმრთისაგან მოწყობილი საქმე იყო, რომ მოსწავლის არ ყოფნა უფრო მეტი ურყევობისა და სიმტკიცის მიზეზი გამხდარიყო. თომა რომ იქ ყოფილიყო, მას რა თქმა უნდა ეჭვები არ გაუჩნდებოდა. ხოლო თუ კი ეჭვები არ ექნებოდა, არც გულმოდგინედ გამოიძიებდა. ხოლო თუ არ გამოიძიებდა, ვერც ხელშესახებად შეიგრძნობდა. ხოლო თუ კი ვერ შეიგრძნობდა, არც უფლად და ღმერთად გამოაცხადებდა. ხოლო თუ კი ქრისტეს უფალსა და ღმერთს არ უწოდებდა, ჩვენ ვერ ვისწავლიდით მისთვის როგორ გვეგალობა. ისე რომ თომამ ჩვენ იქ არ ყოფნითაც ჭეშმარიტებასთან მიგვიყვანა და მერე მისვლითაც რწმენისადმი უფრო მტკიცენი გაგვხადა. ამგვარად მოსწავლეები ეუბნებოდნენ თომას, რომელიც ბოლოს და ბოლოს მივიდა. ვიხილეთ ჩვენ უფალი, ვიხილეთ რომელიც ამბობდა მე ვარ ნათელი სოფლისა, ვიხილეთ რომელიც ამბობდა მე ვარ აღდგომა და ცხოვრება და ჭეშმარიტება და ვპოვეთ ჭეშმარიტება. ამ სიტყვებისა, რომლებიც საქმეებით ბრწყინავს, ვიხილეთ იგი, რომელმაც თქვა შემდგომად სამისა დღისა ავსდგე და როცა აღდგომა ვნახეთ, აღმდგარს თაყვანის ვეცით. ვერ მოვისმინეთ ჩვენთვის ნათქვამი სიტყვები, მშვიდობაი თქვენთან და დარდის ქარიშხალი სიმყუდროვის სიხარულად ვაქციეთ. ჩვენ ხედავთ მის ხელებს, რომლებშიც წვეტიანი ლურსმნები ერგენ. ვხედავდით მის ხელებს, რომლებიც ბრალს ზდებდნენ ღვთის mbრძოლი ძაღლების მძვინვარებას. ვუმზერდით ხელებს ჩვენთვის უხსნელების შემთხზელებს. ვხედავდით გვერდსაც, რომელიც განგმირულის მოწყალებას ყოველ მოქადაგეზე მკაფიო დაცხადებდა. ვუმზერდით სწორედ იმ გვერდს, რომელსაც ანგელოზები უგალობენ, მორწმუნეები თაყვანს სცემენ და დემონები ზრწიან. აი ასეთი სახით აქვს ეს გადაგება, თავისებური საკმაოდ საინტერესო სახით იოანე ოქროპირის გადმოცემული, რომ თითქოს იქ იყო იოანე ოქროპირიც და უყურებდა, ხედავდა, უსმენდა, რას ამბობდნენ მოციქულები და შემდეგ როგორც მოისმენთ, ასევე თუ რას ამბობდა უფალი. იოანე ოქროპირი თქვენ ვიცით, ისეთი დიდი მამა, რომ მას სული წმინდა პირდაპირ განახობდა და ასწავლიდა წმინდა წერილის განმარტებას და ბუნებრივია ის, რასაც ახლა აქ ამბობს, ესეც სული წმინდით მას ეუწყა და თითქოს უნდა ჩამოვაშოროთ კიდევაც. ის მართლაც სულით და სული წმინდის მადლით ყოველივე ამას გებულობდა და შემდეგ ჩვენ გადმოგცემდა, რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ. ჩვენ ასევე ღვთაებრივი მობერვა მივიღეთ. მისი ღვთაებრივი ბაგეებიდან სულიერი მობერვა ყოველი მადლის მეგზური. მეუფეებად ხელები დაგვასხა, ცოდვების მისატევებლად. ჩვენ ასევე ცოდველთა განკითხვის უფლებად ვიქეცით, როცა მისგან ნიშნად ასეთი გამოთქმა მივიღეთ. უკვე თუ ვიეთნიმე მიუტევნეთ, ცოდვანი მიეტევნეთ მათ და უკვე თუ ვიეთნიმე შეიქმნეთ, შეპყრობილნი იყვნენ. მხსნელის ასეთი სიტყვები ვიმემკვიდრეთ, ასეთი ნიჭები ვიგემეთ,
ჩვენ ვინც მდიდარ მეუფეს შევხვდით, არ შეიძლებოდა არ გამდიდრებულიყავით, მხოლოდ შენ ვინც არ გვესწრებოდი, ღატა კი დარჩი, თომამ კი რაო. თქვენ უფალი ნახეთო? შესანიშნავია, მას ვინც იხილეთ, იმას მეტად ეთაყვანებით, ვინც განიხილეთ, მასზე გადაგებთ. მე კი უკვე თუ არა ვიხილო, ხელთა მისთა სახე იგი სამშვალთაი და დავსწნე თითნი ჩემი ადგილსა მას სამშვალთასა და დავსდვა ხელი ჩემი გვერდსა მისა არასა და მრწმენესო. ანუ დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს ვიხილეთ უფალი, ხოლო მან თქვა თუ არ ვიხილავ, მის ხელებზე ნალურს მნებს და ნალურს მნებში არ ჩავყოფთიც, მის ფერჩი კი ხელს არ ვირწმუნებო. მაგრამ თქვენ მანამდე რომ არ გენახათ, არ ირწმუნებდითო, მეც ასე ვარ, თუ არ ვნახავ, არ ვირწმუნებო. დარჩი თომა ამ სურვილზე, გულმოდგინებით დარჩი, რათა მე სულით დავმტკიცოდე. როცა შენ დამინახავ, დარჩი, ამის მთქმელი ეძიებდეთ და ჰპოვოთ. უბრალოდ გაკვირით კი არ გამოიძიო, არამედ სანამ განს არ იპოვი, რომელსაც ეძებ დარჩი, უდავო ცოდნის კარზე აკაკუნე, სანამ ის არ განგიღებს, ვინც თქვა ირეკდით და განგეხოთ. ჩემთვის შენი განსხვავებული აზრი ძვირფასია, როგორც ყოველგვარი განსხვავებული აზრის აღმკვეთი. მიყვარს შენი ცოდნის მოყვარე ხასიათი, როგორც ყოველგვარი დავის მომცილებელი. სიამოვნებით გისმენ შენ, ვინც არაერთხელ ამბობ, უკვე თუ არა ვიხილობ და ასე შემდგომი. როცა შენ არ გწამს, მე რწმენას ვსწავლობ. როცა შენი ენის ბარით ღვთაებრივი სხეულის ხნულს აბრუნებ, მე უშრომელად ვიწევ ნაყოფს და ჩემთვის ვაგროვებ. თუ ამ თვალებით მის წმინდა ხელებზე ღარებს არ დავინახავ, რომლებიც უღმერთოებმა დაატყეს თქვენს სიტყვებს, არაფრით არ დავეთანხმები. თუ კი ამ ჩემს თითს ლურსმნებისაგან დატოვებულ ღრმულში არ ჩავყოფ, თქვენს სახარებას არ მივიღებო. თუ კი ამ ჩემი ხელით არ დავიჭერ იმ გვერდს, რომელიც აღდგომის უეჭველი მოწმეა, თქვენი შეხედულების დაჯერება არ შემიძლიაო. ყოველი სიტყვა მაგარი და მტკიცია, რომელსაც ზურგს საქმეები უმაგრებს, ხოლო ყოველგვარი საუბარი იოლად ქრება ბაგეებიდან ჰაერში გადმოღვრილი, რომელიც საქმეებით დამოწმებას მოკლებულია. ვაპირებ ადამიანებს მოძღვრის სასწაულების შესახებ უქადაბო, იმის შესახებ სიტყვით როგორ ვიტყვი, რაც საკუთარი თვალით არ მინახავს, ამბობს თომა. როგორ დავარწმუნებ ურწმუნოებს, ირწმუნონ, რასაც ჯერ თვითონ არ მიყოლილ ვარ. იუდეველებსა და ელინებს ვეტყვი, რომ მე ჩემი მეუფე ჯვარცმული ვნახე, ხოლო აღმდგარი არ მინახავს, არამედ გამიგონია ხოლოოდენ და ჩემს სიტყვებზე ვინ არ გაიცინებს. ქადაგებას ვინ არ უარყოფს, სხვა გაგონება და სხვა დანახვა, სხვა სიტყვების გადაცემა და სხვა საქმეების ნახვა და გამოცდილება. ამგვარად, როცა თომას ცოდნის ნაცვლად ეჭვი ჰქონდა მეუფე 8 დღის შემდეგ, ერთად შეკრებილ თავის მოსწავლეებს, მან უფალმა საშუალება მისცა, რომ ამ შუალედურ დღეებში თომა უპირველესად თავის მეგობრებს დაერიგებინა. დაუშვა, რომ იგი მისი ნახვის სურვილით ანთებულიყო და როცა მისი სული ნახვის სურვილით ძლიერ აღინთო, მაშინ ბოლოს და ბოლოს სასურველი მსურველთან დროულად მოვიდა. კვლავ ისე მოიცა, როგორც ადრე, დაკეტილ დახშულ კარებში შემოვიდა და მათ როგორც ადრე უთხრა, მშვიდობაი თქვენთანა, რათა საქმეშიც და სასწაულშიც იგივეობა ყოფილიყო. მას მოციქულების უწყება დაემტკიცებინა და თავისი
მეორე მოსულისათვის სიზუსტე მიენიჭებინა. შემდეგ თომას ეუბნება, მოყვენ თითნი შენი და იხილენ ხელმი ჩემი. თომა, მე გავიგე, იქ იყავი, არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ღმერთი. იქ ვიყავი, არა როგორც ადამიანი, არამედ როგორც ღმერთი. რომ შენს ძმებს ელაპარაკი. მე თქვენს გვერდით ჩემი ღვთაებრიობით ვიჯექი. თქვენგან ჩემი ადამიანობით გამოყოფილი ვიყავი. გსურს ცოტა ხნის წინ ნათქვამი შენი სიტყვები შეგახსენე. განა შენ არ თქვი, უკვე თუ არა ვიხილო და ასე შემდეგ. განა ეს სიტყვები არ ამოვიდა შენი პირიდან. განა ეს სიტყვები შენმა განზრახვებმა არ გათქმევინა. მე კვლავ იმისათვის მოვედი, რისთვისაც შენ ეჭვიგებარებოდა. მეორედ მოვაახლოვე ის, რის გამოც გსურს რომ მოვიდე და ახლა ზეციდან დაკარგული ცხვრისათვის ჩამოვედი, მაგრამ ზეცა არ მიმიტოვებია, შენთან მხოლოდ შენს გამო მოვედი. ამგვარად, ნუ გრცხვენია გაიგო, რაც გსურს. ნუ შეგრცხვება, გულმოდგინეთ მიხო ხელი იმას, რასაც ეძიებ. უარს ნუ იტყვი, ამ ჩემს ხელებში თითი ჩახო. მე ცოდნის მოყვარე თითსაც მოვითმე, როგორც ლურსმნები ავიტანე. გადავიტან მოყვარულის ცოდნის მოყვარეობას, როგორც მოძულეთა მტრობა გადავიტანე. მტრებისაგან ჯვარცმული არ ობრაზობდი და შენს გამოძიებას ვერავიდან. მოხვენ თითნი შენი და იხილენ ხელმი ჩემი. თქვენთვის დაჭრილი, რათა თქვენი სულების ჭრილობები გამთავრდეს. შეხედე ჩემს ხელებს და დაფიქრდი, მე ვარ ის ნებაყოფილობით ჯვარცმული თუ სხვა, ვინც მის გვერდით არის. შეხედე ჩემს ხელებს, რომლებზეც მე დაუშვი იუდეური უგუნურების ნიშნები მქონოდა, რათა როცა იუდეველები განკითხვის დღეს ურცხვები იქნებიან და მეტყვიან, მეუფეო ჩვენ ჯვარს შენ კი არ ვიცვიხარო. მტრებს ასეთი ხელები უჩვენო და ამ სანახაობით იუდეველთა სახეები შევარცხვინო. და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრძმენი. ურწმუნოება ცუდი საქმეა. გონებას სძირავს, რწმენას კი იგი ზეცად ახავს. ურწმუნოება სულს აბრმავებს, რწმენა კი გულის სიტყვებს ანათლებს. ურწმუნოება ხილულსაც ვერ ხედავს, ხოლო რწმენა უხილავსაც კი ითვალისწინებს. ურწმუნო სრულ უწოდინარობაშია. და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრძმენი. გაფანტე ურწმუნოების ღრუბელი და რწმენის სუფთა სხივები დაინახე. ყველაფერში მოციქული იყავი, ჩემი ღვთაებრიობის შესაფერისი. ისეთი იყავი, როგორიც ჩემთან მყოფი უნდა იყოს და იმის მიმღები, რაც შენ მიიღე. შენ დანარჩენ მოციქულებთან ერთად ერთნაირად მოწოდებული იყავი, მათთან თანაბრად პატივდებული. მაშ მათთან თანაბრად შეიარაღდი, მათთან თანაბრად დაინახე ის, რაც მათ იხილეს. მათთან თანაბრად შენ, როგორც მეგობარს, მთელი ჩემი საიდუმლო მინდობილი გაქვს. ჩემი ძალის შესახებ მათთან თანაბრად იქადაგე. მას შემდეგ, რაც ერთხელ დაინახე, კვლავ არ იტყვი უკვე თუ და არა ვიხილო ხელთა მისთა სახე იგი სამშვალთაი. სანამ მე თქვენთან ვარ, იყავი ცნობის მოყვარე, როგორც გენებოს. სანამ ზეციური ვაზი გვერდით გაქვს, მთელი მისი ტოტები და მტევნები გამოიკვლიე. ავალ ზეცაში, საიდანაც მიწაზე მოვედი, ავალ სადაც მე ვარ, ავალ ადამიანობით, საიდანაც თქვენთან ღვთაებრიობით ჩამოვედი, ავალ ამ სხეულით მე იქიდან მის გარეშე წამოსული და იქ მყოფი თქვენი ბუნებით, ავალ მამისა წიაღში, რომელი ვარ წიაღთა მამისაითა, მე დავასრულე საქმე, რომლისათვისაც ეს გზა შევასრულე. ამგვარად თომა, რომელიც მეუფის ხელებსა და ღვთაებრივ გვერდს შეეხო,
ერთდროულად შიშით და დიდი სიხარულით აღივსო იმის მხილველი რაც სულდა და მაშინვე ხოტბის შესასყმელად ენას თრავს და უფალს შეღაღადებს უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი შენ უფალი და ღმერთი ხარ შენ კაცი და კაცთმოყვარე ხარ შენ საოცარი და არაჩვეულებრივი ექიმი ხარ ბუნებისა რკინით ვნებებს არ კვეთ ცეცხლით ჭრილობებს არ წვავ ბალახებიდან სამკურნალო ძალას არ აგროვებ ხილული სახუებებით მძიმე ჭრილობებს არ უხვევ შენ მოწყალების უხილავი სახუებები გაქვს რომლებიც გაყოფილს უხილავად აკავშირებს შენ რკინაზე ბასრი სიტყვა გაქვს შენი ნათქვამი ცეცხლზე ძლიერია შენი ნიშნები წამლის მჯობია როგორც სამყაროს მომწყობი შენ ქმნილს იოლად ანათლებ როგორც შემქმნელი ქმნილს ძალად დაუტანებლად გადააკეთებ გადაასხვაფერებ შენ კეთრისაგან განწმინდე როგორც ისოვე კოჭრი გაამალე ისე მოაწყვე რომ დამბლა დაცემულებს თავისი საწოლები მიახვთ დაბადებიდან ბრმებს უბრძანე წყობდიადი ჩამოერიცხათ შენი ქმნილებებიდან დემონები განდევნე მტრებმა სურვილისამებრ დაგიჭირეს შენი სურვილით იუდებელთაგან ჩემ გამო ხორციელად ყველაფერი აიტანე უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი მე ვიცანი ჩემი მეუფე ვიცანი ჩემი დამჭერი და დამცველი ვიცანი ჩემი მეფე და უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი მეუფე მრწამს შენი განგებულების ამ წამს შენი მოწყალების ამ წამს შენი ჩემზე ძალა უფლების მიღებისა წამს შენი სათაყვანებელი ჯვრის ამ წამს შენი ხორციელი ტანჯვის ამ წამს შენი სამდღიანი სიკვდილის ამ წამს შენი აღდგომისა და ბოლოს ცნობის მოყარე მეტად აღარ ვიქნები მწამს და ანგარის მეტად აღარ ჩავიბარებ მწამს და დაწონას მეტად აღარ დავიწყებ წამს და მეტად აღარ გამოვიძიე გულმოდგინებით უჯერებ საკუთარ თვალებს უჯერებ მარჯვენა ხელს ვისწავლე რომ საჭირო არ არის ანგარიშის ჩაბარება იმაში რაც დავინახე ვისწავლე და არ ვიკამათო თაყვანისზე იმას რასაც შევეხე ვიცი ერთი უფალი და ღმერთი მეუფე ქრისტე იესო ქრისტე რომელსა მამისა და სულისა წმინდისა თანაშვენის დიდება სუფევა და პატივი აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ თომა მოციქულის ლოცვებით ღმერთმა დაგლოცო თქვენ სრულიად საქართველო და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანე ამინ აიხარეთ